რატომ იმატებენ მამაკაცები წონაში 35-40 წლის ზემოთ და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წონაში არ მოიმატოთ? მე გახლავართ მანანამ გალობლიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და გამოიწერეთ ჩემი გვერდი იმისთვის, რომ გაიგოთ უფრო მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. მამაკაცებში ასაკთან ერთად წონის მატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ეს არის მეტაბოლიზმის შენელება, რაც ფიზიოლოგიური პროცესია და ასაკის მატებასთან ხდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მეტაბოლიზმის შენელება ნიშნავს იმას, რომ ნაკლები კალორია იწვის დასვენებულ მდგომარეობაშიც. მცირდება ტესტოსტერონის რაოდენობა. 30 წლის შემდეგ მამაკაცებში ყოველ 10 წელიწადში ტესტოსტერონის რაოდენობა იკლებს 2-3%-ით. ტესტოსტერონი ხელს უწყობს ცხიმების წვას, კუნთოვანი ქსოვილის ზრდას და არეგულირებს მადას. თუ ნაკლებია ტესტოსტერონი, შესაბამისად მეტია ცხიმი და ნაკლებია კუნთოვანი ქსოვილი. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კუნთოვანი ქსოვილი, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, ხოლო კუნთი წარმოადგენს ერთგვარ ღუმელს, სადაც ხდება კალორიების წვა. შესაბამისად, თუ ნაკლებია კუნთი, მით ნაკლებია კალორიების წვა და ყოველივე ეს ხელს უწყობს წონაში მატებას. ასაკის მატებასთან ერთად ზოგადად ადამიანის ფიზიკური აქტივობა იკლებს და დამეთანხმებით, რომ მაგალითად 50 წლის ასაკში მამაკაცი გაცილებით ნაკლებად აქტიურია ფიზიკურად, ვიდრე თქვათ 30 წლის ასაკში. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის არ ვარჯიშობს ფიზიკურად. ბუნებრივია, რომ ფიზიკური აქტივობის შემცირება ხელს უწყობს წონის მატებას. ამუდმებული სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მომატება, ხოლო ძილის რეჟიმის დარღვევა მოქმედებს ისეთი ჰორმონების გამოყოფაზე, როგორიცაა გრელინი და ლეპტინი, რაც იწვევს მადის მატებას. მაშასადამე მამაკაცის წონის მატება 30-40 წლის ზემოთ განპირობებულია 4 ძირითადი ფაქტორით. ეს არის ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური აქტივობის შემცირება, კუნთოვანი მასის შემცირება და არასწორი რეჟიმი. რა უნდა გააკეთოთ მამაკაცებმა იმისათვის, რომ არ მოიმატოთ წონაში 30-40 წლის ზემოთ და როგორ დაიკლოთ ჭარბი წონა? პირველ რიგში ეს მოითხოვს მამაკაცის გაცნობიერებულ მიდგომას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და სწორი ჩვევებით ამ პროცესის დაბალანსება სრულიად შესაძლებელია. პირველ რიგში ეს არის ფიზიკური აქტივობა, რაც გულისხმობს დღეში 10,000 ნამბიჯს დაახლოებით, ასევე ძალოვანი ვარჯიშები ძალიან კარგია კუნთოვანი მასის ზრდისთვის და ისეთი აქტივობები, როგორიცაა მაგალითად ველოსიპედით სიარული, სირბილი და ნებისმიერი სპორტული სახეობა. მნიშვნელოვანია სტრესის მართვა, ეს იქნება იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, ბუნებაში სეირნობა და ზოგადად პოზიტიური განწყობა. ჯანსაღი კვება, რაც ნიშნავს, რომ უნდა მიიღოთ ბევრი ცილები, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას, ბოსტნეული, ნახშირწყლები, ხოლო რაც შეეხება შაქრის შემცველ პროდუქტებს, ისინი მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ. სვით ბევრი წყალი და იძინეთ დღე-ღამეში 7-8 საათი. იდეალური გრაფიკი ძილის არის, რომ დაიძინო დღეს და გაიღვიძო ხვალ. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება და რეგულარულად წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები. ყოველივე ამის შესრულება მოითხოვს განსაკუთრებულ დისციპლინას და ორგანიზებულობას. მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს შრომა ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რომელსაც თქვენ მიიღებთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და დაწერეთ კომენტარებში, რა თემებზე ისურვებდით საუბარს.